ბატონო კიდევ ერთხელ საღამომშვიდობის ხო ეს ძალიან ესეთი საინტერესო დამატებითი მოტივატორია პროტესტისათვის ერთი მხრივ ხო არის ასეთი ასე ვთქვათ მდგომარეობა ხო ადამიანები ზოგჯერ ეძებენ საკუთარ როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, სოციალურ ცხოვრებაში და მათ შორის პროტესტშიც ხო ხშირად გაგვიგია ეს რომ ვთქვათ როგორ შეიძლება რომ მოძებნოს ადამიანმა ფუნქცია რომ რაღაცა ერთი აგურით მეტი დადოს აი ამ პროცესში და მეორე მხრივ ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე გარკვეულწილად იმის განცდა რომ შიშიც კი ზოგჯერ რომ ეს პროტესტი რუტინული არ გახდეს, არ გაილიოს, პროპაგანდა ჩასაფრებულია, ივანიშვილის რეჟიმი ჩასაფრებულია ხომ გუშინ როგორც კი ოდნავ მაგალითს მოვიყვან, როგორც კი ოდნავ გარკვეული დაძაბულობა შეიქმნა და ამ დაძაბულობას ქართული ოცნების ეს ბანდები განზრახ ქმნიან რუსთაველის გამზირზე, მაშინვე არ დაახანა პროპაგანდისტულმა იმედმა და ნაადრევი სიხარულით ამცნო თავის მაყურებელს, რომ აი რუსთაველი დღეს არ გადაიკეტა, არა იმედი გაუძლუეთ, ქართული ხალხი ისევ იდგა თავის საყვარელ პროსპექტზე და აგრძელებდა თავის პროტესტს და დღესაც გააგრძელებს და ასე იქნება მანამდე სანამ რეჟიმის ტყვეები, პატიმრები არ გათავისუფლდებიან და ვიდრე არ დაინიშნება ახალი არჩევნები, სადაც დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი. თუმცა ჩემი ასე ვთქვათ და არა მხოლოდ ჩემი პერსონალური მოლოდინიც და ლოზუნგიც კი ასეთია, არჩევნები ივანიშვილის გარეშე. ივანიშვილმა საერთოდ რა არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა, თორე ქართულმა ოცნებამ თუ ისინი ივანიშვილის გარეშე რაღაცნაირად იფუნქციონირებენ და შეძლებენ რაღაცა თავისი ასე ვთქვათ კონტურების შენარჩუნებას, ცხადია, მათ უნდა გააგრძელონ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რომ ეს აბსოლუტურად მოღალატეობრივი პოლიტიკური სტრუქტურაა. ჩემთვის ამას არანაირი ეჭვი არ აქვს, მაგრამ ამავდროულად ეს არის ასევე ძალიან საინტერესო ორიგინალური ფორმატს მე ვიტყოდი, სადაც აი გარკვეული კონკრეტულ დღეებს თავის კალენდარი აქვს, პროფესიული კალენდარი. ხო, გუშინ იყო, ну ცხადია ეს პირობითია ძალიან ასეთი განსაზღვრება, მაგრამ დამატებითი მოტივატორია შესაძლოა ეს სიტყვა გამოვიყენოთ. მაგალითად გუშინ იყო კულტურის სფეროს წარმომადგენლების ასე ვთქვათ დღეორშაბათი, ხო? დღეს არის ვიცი, ასე ვთქვათ სტუმარ-მასპინძლობის და ტურიზმის სფეროსი და ასე შემდეგ და დღეს ასე ვთქვათ ისინი იქნებიან ვთქვათ დომინანტები, თუმცა ყველა. ასე რომ ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ყოველ დღეს თავისი შინაარსი აქვს, ჩვენ ერთი დიდი იდეა გვაქვს, რომ ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს და საქართველოს უნდა გადაურჩეს ამ ძალიან სახიფათო დროში რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას და ეს გადამწყვეტია. სინამდვილეში ეს არის უმთავრესი იდეა, რომ რუსეთის წინაშე მარტონი არ დავრჩეთ. აი ეს არის მთავარი ქვაკუთხედი გარდა დემოკრატიისა და უმთავრესი რამ, რომ საქართველოს შეინარჩუნოს თავისი დამოუკიდებლობა, ხო? ამიტომ ეს ასევე ჩვენ ნახეთ გამოცდილება, გამაფრთხილებელი გაფიცვის სახით 15 იანვარს და ჩვენ უახლოვდებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან თარიღს და ასეთ პროტესტს მიესადაგება ყოველთვის ასეთი დიდი ისტორიული თარიღები, რომლებიც თავის თავში ატარებენ სიმბოლურ დატვირთვას და გაფრთხილებას ისტორია ყოველთვის გაკვეთილია, ხო? ისტორია ყოველთვის გვაფრთხილებს, გვასწავლის, რომ იგივე შეცდომა არ დაუშვას ნაციამ, ერმა, ადამიანებმა, იგივე შეცდომა არ დაუშვან რაც თუნდაც ნაწილს, იცით, საზოგადოების გასული საუკუნის 20-იან წლებში დაემართათ, რომ საკმაოდ ბევრმა ვერ აღიქვა, როგორ კარგავდა საქართველოს დამოუკიდებლობას ეტაპობრივად. მე გულისხმობ 1921 წლის 25 თებერვალს და პრინციპში ეს ომი რუსეთთან 2 თვის განმავლობაში გაგრძელდა, მხოლოდ 25 თებერვლით არ დასრულებულა თბილისის დაცემით ქართველების წინააღმდეგობა წითელი ბოლშევიზმის და რუსეთის წინააღმდეგ ამას გულისხმობ, მაგრამ აი ეს დღეც 25 თებერვალიც გვიახლოვდება, რომელიც არ არის მხოლოდ გლოვისა და ტრაგედიის დღე ჩვენთვის, არამედ არის გაფრთხილების დღე. ამიტომაც 25 თებერვალი ეს იქნება გაფიცვის დღე და გაფიცვა ეს სიტყვა გულისხმობს ფიცსაც, ხომ? და ეს არის რატომ გაფრთხილება, რომ იგივე არ დაგვემართოს, რაც დაგვემართა 100 წლის წინ 25 თებერვალს. 25 თებერვალი არ უნდა განმეორდეს. 25 თებერვალი ტრანსფორმირდა და გადაიქცა 26 მაისად
და 26 მაისი ეს არის გამარჯვების და გათავისუფლების და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ამიტომ 25 თებერვლის გამოცდილება ეს არის ის გამოცდილება, რომელიც საქართველოს ისტორიაში არსებობს, რომ ქართველებმა დავკარგეთ დამოუკიდებლობა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იცით, განსაკუთრებით ახალი თაობისთვის. იმათ, ვინც ახალგაზრდები, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად გაიზარდნენ ფაქტობრივად. მე ვგულისხმობ ძალიან ახალგაზრდებს, ამ შემთხვევაში, რომლებიც ასევე ამ პროტესტში არიან ჩართულები, რომლებიც აი ფაქტობრივად დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაიბადნენ და იზრდებიან. ხომ, მათთვის კიდე წარმოუდგენლად მტკივნეულია, რომ ისინი შეეჩვიენ, მათ შეისწის ხორცეს დამოუკიდებელი ევროპაზე ორიენტირებული რუსეთისგან დაცოცილებული საქართველოს ბედი და მათთვის ათმაგად შემზარავი და ტრაგიკული იქნება ამ გამოცდილების შედეგად, რომ საქართველოს ღმერთმა უკრას და დაკარგოს დამოუკიდებლობა. ანუ ახლა წარმოიდგინეთ, რამხელა ტრაგედია იყო მათთვის, ვინც ნახეს თუნდაც გასული საუკუნის 20 წლებში 3 წელიწად ნახევრის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველო და შემდეგ ნახეს, როგორ დამთავრდა ეს დამოუკიდებლობა და როგორ შთაინთქა ბოლშევიზმის და წითელი რუსეთის მიერ და რომელიც იქცა შემდეგ 10,000-ობით დახვრეტილად, ტერორად, ჯაშუშად, უცხოეთის ჯაშუშად, აბსურდული ბრალდებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა ჩვენ გვაქვს ეს დრამა, ხომ სინამდვილეში, რომ ჩვენ ვხედავთ ერთი მხრივ ჩვენ იმედით და ამ რწმენით 10 წლების განმავლობაში ცხოვრობდით, რომ საქართველოს უფრო და უფრო უახლოვდება ევროპას და არათუ დემოკრატიას ვკარგავთ, არამედ დეგრადირებთ ავტოკრატიისკენ. და მით უმეტეს ეს იქნება ძალიან ტრაგიკული, თუ კი ჩვენ რომელთაც უკვე გამოვცადეთ რა არის დამოუკიდებლობა, ეს დამოუკიდებლობა დავკარგოთ. ქართული ოცნება ამას აკეთებს, ქართული ოცნების მიზანია, რომ ნორმალიზება სცადოს ანომალიის და შესაბამისად მთელი ეს მათი დამოუკიდებლობა უკვე პრემიერად წოდებულიც კი და სხვაებიც მთლიანად რუსულ სქემაში ცდილობენ, ხო, დრო არ გვაქვს და ამიტომ პრინციპში იდეა გასაგები. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლაშა ბუხაძეს უსმენდით ჩვენ დღის ამბების პირდაპირ ეთერში. ეხლა გვაქვს მცირე სარეკლამო პაუზის დრო, რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით.